მივესალმებით ჩემს პირველ სტუმარს, ოპოზიციურ ფლანგზე სიდიდით ყველაზე დიდი პოლიტიკური პარტიის აც უკვე ახალარჩეულ თავმჯდომარეს. პრინციპში შეგვიძლია ვთქვათ, რომ ქართული პოლიტიკური პარტიების ისტორიაში პირველი პოლიტიკური ლიდერი ხართ, რომელიც ასე ვთქვათ დისტანციური ციფრული წესით აირჩიეს. ეს თავისთავად საინტერესო მოვლენა, ამიტომ მოლოცვი დავიწყებ. ერთი კარგი ამბავი ამ კუთხით ნამდვილად უკვე მომხდარია, როგორც მინიმუმ თქვენს პოლიტიკურ კარიერაში. სხვა რა იყო კიდევ კარგი, ნიკა, ოპოზიციისთვის, ნაციონალური მოძრაობისთვის, პირადად თქვენთვის, როგორც პოლიტიკური ლიდერისთვის, თუ შეგვიძლია დასაწყისშივე კრიტიკულადაც შევხედოთ განვლილ წელს დასახული მიზნებისა და მიღწეული შედეგების გათვალისწინებით და მე მექნება უფრო კონკრეტულად. კი ბატონო, დიდი მადლობა მოლოცვისთვის, რა თქმა უნდა, პატევიც არის, ბევრჯერ გამემეორებია და ვერ ვიქნები ახლა ორიგინალური თქვენს ეთერშიც იგივე უნდა თქვა, მაგრამ ამავე დროს არის უდიდესი მართლაც პასუხისგებლობა იყო ოპოზიციური იმ პარტიის თავმჯდომარე, რომელიც აუცილებლად ატრიალებს ისტორიულ ბორბალს. დიახ, ისტორიულ ბორბალს პოლიტიკურს ატრიალებს ნაციონალური მოძრაობა და მიუხედავად იმ პროპაგანდისა, რომელსაც ქართული ოცნება შხამისა და გესტის სახით ეხა აფრქვევს ჩვენზე, ჩვენ არ უნდა ვიყოთ მხოლოდ მოპასუხის როლში და არ უნდა დაგვაუწყოთ ჩვენი ბუნებრივი მისწრაფებები, რატომაც ეს პარტია შეიქმნა თავის დროზე და რა არის თავარი მისია და თავარი ამოცანა. ახლა უკვე თავარ სხვა ოპოზიციურ პარტიებთან ერთად მჭიდრო თანამშრომლობით მე ვფიქრობ, რომ სერიოზული რესურსი არსებობს ქვეყნის სამშვიდობოზე გაყვანისა. ყველა კრიზისში შესაძლებლობა არსებობს, უთქვამთ და მიხარია, რომ ნაციონალურ მოძრაობაში უნარი აღმოგვაჩნდა, რომ კრიზისი, რომელიც შეიქმნა, პოსტარჩევნები კიდევ დამატებით ჩვენი შიდა კრიზისი აღმოჩნდა და მოულოდნელად ჩემთვის ძალიან საპატივცემულო ადამიანმა ბატონმა გრიგოლ ვაშაძე ინგლისურად დაგვტოვა. ინგლისურად დაგვტოვებაში გულისხმობა ისე, რომ არც დაგვემშვიდობა წავიდა. არ ველოდებოდით ნამდვილად, არ იყო ეს ადვილი, ბუნებრივია აღქმის თვალსაზრისითაც გარედანაც და შიგნითაც არ გამოვჩით ეხა სერიოზული პარტია, კრიზისი გვივდებოდა და უცბად რაღაცნაირად გადავეწყვეთ და მივედით იმ დასკვნამდე, რომ მოდით ეს არჩევნები ჩავატაროთ განსხვავებულად და კი არ დავნიშნოთ თავმჯდომარე თუ ან ავირჩიოთ თუნდაც პოლიტიკური საბჭოს ფარგლებში, ასპაკასპაკი არ აირჩიოს. ავირჩიოთ უფრო ბევრმა და ხა კეჭისხრა იმართებოდა მე და ლევან ვარშავიძე შორის და გიორგი გულახტილი ვარ ნამდვილად. არ ვიცოდი ნამდვილად თავიდანვე რომ აუცილებლად იქნებოდი გამარჯვებული. იმიტომ რომ ალბათ იცნობთ ლევან ვარშავიძეს და ხო პიროვნულად თუ არის ყოველ შემთხვევაში არ არის ეს ადამიანი რომელიც წასაგებად მიიღებდა მონაწილეობას ამ არჩევნებში. მეც მიცნობთ რაღაცა დოზით უკვე საზოგადოებას არ ვარ ადამიანი რომელიც წაგებისთვის მიიღებს მონაწილეობას, ხო? რადგან ლევანს ვიცნობთ, ასე ვთქვათ, ჩემს შემდეგი კითხვა აქედან გამოვა. გამომდინარე იქიდან, რომ თქვენ მიხეილ სააკაშვილი შედარებით ახლად შეძენილი თანამებრძოლი ხართ, იმიტომ რომ ნაციონალური მოძრაობის დაარსებიდან მას არ მოყვებოდით და მეტიც ნაციონალურ მოძრაობაში მას შემდეგ გაწევრიანდით, რაც ნაციონალური მოძრაობა ოპოზიციური პოლიტიკური პარტია გახდა, ხო? ლევან ვარშალომიძე სწორედ ის პიროვნება და ფიგურაა, რომელიც ნაციონალური მოძრაობიდან კი არ იწყება მისი და პარტიის დამფუძნებლის მეგობრობა, არამედ ერთ-ერთი ყველაზე ძველი მეგობარია პიროვნულად. ამიტომაც მე გეტყვით მაგალითად როგორ იქნა აღქმული მაგალითად თუნდაც ჟურნალისტურ წრეებში ამ ტიპის კონკურენცია თქვენ შორის, რომ ლევან ვარშალომიძე მიუხედავად იმისა, რომ საკმაოდ გამოცდილი პოლიტიკური ხელმძღვანელია, ავტონომიური რესპუბლიკას ხელმძღვანელობდა, ამავე დროს ანუ აღმასრულებელ ხელისუფლებაში სერიოზული ფუნქციები ჰქონდა და პოლიტიკური წარსული აქვს სერიოზული, ნამდვილად არ მინდა დაკნინება, ასე ვთქვათ, მისი ინდივიდუალური როლის და შესაძლებლობების, მაგრამ თუნდაც იმის გამო, რომ მიხეილ სააკაშვილთან უფრო ახლო და დიდი ხნის მეგობრობა აკავშირებს, მაინც მიიჩნეოდა, რომ ეს უფრო არის მიხეილ სააკაშვილის ხაზი, ასე ვთქვათ, ნაციონალურ მოძრაობაში. თქვენ მაინც გარკვეული გაგებით პარტიის შიგნით მიამბოხეობას ამას ვერ დავარქმევ, იმიტომ რომ ამის ნიშნები აშკარად არ ყოფილა, მაგრამ მაინც რაღაცა განსხვავებული ფერები მუდმივად გახასიათებდათ და ითვლებოდა, რომ აი თქვენ მაინც კიდევ უფრო დამოუკიდებელი ფიგურა ხართ ამ შემთხვევაში. თქვენ არ გქონდათ ეს პარტიაში არ იყო შექმნა ცოტა უმართავი ჭურვებითა ვარ, ხო? აი ესეთი უმართავი ნიკამელია. არა, სიამდვილეში ხო სიმართლე არის ერთი
მართლაც ასე იყო მიხეილ სააკაშვილის ჩართულობა რო არა და მისი იდეა რო არა და მასთან შეთანხმებით ეს პროცესი რო არ წარმართულიყო ხარ რთული იქნებოდა და ვერ შედგებოდა ეს არჩევნები ხო მისი იდეა იყო ეს ნოვაცია რისკსაც შეიცავდა შიდა ჯანსაღი რეალური შეჯიბრობითობა შეიძლება იქამდე გადაზრდილიყო რომ კონფლიქტიც იმოხდარიყო ხა პრაქტიკულად პარტია ხა 5 წლის განმავლობაში ორად გაიყო პარტია ორად გაიყო მაგრამ საბოლოო ჯამში მოგებულები გამოვედით ყველანი ერთად ჩვენ გზავნილი მართლა არაფალდო გზავნილი რეალურად დავანახეთ ყოველ შემთხვევაში ვეცადეთ დაგვენახებია და ვინც ვერ ხედავდა ახლა დაინახავ კაფიოდ რომ ეს პარტია რაღაცა ახალ ეტაპზე გადავიდა განვითარების რა კი ბატონო ხო გეგონათ რომ აი ვიღაცას რაღაცას იტყვის და ის იქნება თავმჯდომარე აუცილებლად ან აი ხალხმა გადაწყვიტა მიიღო მონაწილეობა 21000-მა ამორჩეველმა მე ვფიქრობ ეს მონოპოლარი არ უნდა გაუშვათ ხელიდან და შიდა პარტიული დემოკრატია განავითაროთ რაც გახსნის შესაძლებლობებს რომ ბევრი დამატებითი ამორჩეველი მივიზიდოთ და სწორედ ამიტომ ჩემი თავარი მისია ხა არის რომ ბევრი ახალი ბევრი თითქოს შტიში მყოფი საზოგადოების ძვირფასი ნაწილი მოვიმხრო პარტიაში და ბევრი უხილავი და ხილული ბარიერი იყო აბკოლებდა ამ ნაბიჯის გადასადგოდ ბევრ ადამიანს. არის ამ შემთხვევაში ერთი მთავარი ბარიერი. ბარიერიც და შესაძლებლობიც. სხვა ოპოზიციური პარტიები ვერ დაიტრაბახებენ ისეთი ასე ვთქვათ მონუმენტური პოლიტიკური ფიგური და ლიდერით ქართულ ოპოზიციურ ფლანგზე როგორც არის მიხეილ სააკაშვილი, ხო? ის მოსწონს არ მოსწონს, ფაქტია რომ წლების განმავლობაში ის რჩება ერთ-ერთ ყველაზე გავლენიან ოპოზიციურ პოლიტიკურ ლიდერად და ზოგადად პოლიტიკურ ლიდერად საქართველოს ფარგლებში იმის მიუხედავად რომ აქ ვერ ჩამოდის. შემდეგ მის ჩამოსვლასთან დაკავშირებითაც მაქვს კითხვა, მაგრამ ამ ხას რო გავყვე მიხეილ სააკაშვილის აი ეს დიდი ფიგურა ხომარ წარმოქმნის ისეთ ჭრდილს, რომლის ქვეშაც მისავე პარტიაში სხვა ასეთივე გამოკვეთილი და დიდი გაქანების პოლიტიკური პარტიები ვერ იზრდებიან. ამიტომაც მიდიან თავმჯდომარეები, ლიდერები და ამ შემთხვევაში მე ძალიან ბევრი რამ ჩავდე უკვე ამ პარტიაში და ამ პარტიას მართლაც ჩემ პარტიათაც მივიჩნე ყველანაირი რესურსი და თელი ავიცი 8 წელი 7 წელი ჩემი ცხოვრების ამ პარტიას დაუთმე და ვაპირებ რომ ძალიან ბევრი წელიწადი კიდე დაუთმო. იმიტომ მიმაჩნია ეს პარტია არის ერთ-ერთი საუკეთესო ინსტრუმენტი ამ ქვეყნის განვითარების საქმეში. მე მგონია რომ ჩვენ თუ არ რეფორმირდით ამ პარტიას განვითარების შესაძლებლობა არ ექნება. სწორედ აი ეს მინდა შევცვალო ეს აღქმა. ისეთი ადამიანები მინდა პარტიაში მოვიდნენ, ვისაც განცდა ექნებათ, რომ ისინი მოვიდნენ თავიანთ პარტიაში იმ ორგანიზაციაში, იმ პლატფორმაზე, სადაც თავად უნდა განსაზღვრონ ბევრი რამ და არა ვიღაცის პარტიაში. არა მიხეილ სააკაშვილის პარტიაში, არა ნიკა მელეძის პარტიაში, არამედ იმ პარტიაში, იმ პლატფორმაზე, სადაც შეუძლიათ გახდნენ თავად ლიდერები. გეთანხმებით ზუსტად ვის ეხა ჩვენ გვინდა რომ არჩევნებში მიუხედავად იმისა რომ ყალბდება ხო და იმედია შემდეგი არჩევნები როცა ჩატარებდეს იქნება სამართლიანი და რა ვიცი ობიექტური გარემოს ფარგლებში ჩატარებული აი რომელზე აყალბებდეს ბიძინა ივანიშვილი და გააყალბა ხო მაინც გაცილებით მეტი ხმა უნდა აიღო ოპოზიციას ეს დაკლოვანება არის თავში თქვი კითხვა დამიშვით რა კრიტიკულად რა შეაფასებთ საკუთარ მაინც მეტი ხმა უნდა აიღო ოპოზიციას მიუხედავად იმისა რომ იქ დაიწერეს ამიტომ ჩვენ თუ ეხლა საბეჭილება დავტოვეთ კვლავ რომ ეს არის ერთი ან ორი კაცის პარტია და იქ შენ რომ მოხვალ იქ იქნები უბრალოდ ასე მოსამსახური ადამიანი აქტიური მაგრამ აქტივისტი ხო არა არ ვერ გავიზრდებით პირდაპირ გეუბნებით ეს შესაძლებლობა მხოლოდ და მხოლოდ გარდაიქმნება და მატერიალიზდება რეალურ შედეგში მაშინ როდესაც ჩვენ რასაც ვლაპარაკობთ იმას გავაკეთებთ და ეს ყველაფერი იანვრის ბოლოს უკვე თქვენს ჩვენთვის საპატივცემულო ადამიანმა გიორგი თარგამაძემაც აი ამ სტუდიიდან უნდა დაინახოთ რომ ვაუ ესენი მართლა არ ხუმრობენ მე თებერვლის თვეში მეორე ეტაპი უნდა იყოს რეფორმის გატარებული და ასე შემდეგ იმიტომ რომ არის რა თქმა უნდა ჭრდილში ხა პირდაპირ გეტყვით ხა მიხეილ სააკაშვილის როლი არის დიდწილად რა თქმა უნდა შეუცვლელი პარტიის დამფუძნებელი არის მისი როლი არის უბრალოდ ფასდაუდებელი რაზეა საუბარი, მაგრამ ეხა პარტია აუცილებლად იმართება ახლა უკვე საქართველოში
ჭიდრო კავშირი მექნება, რა თქმა უნდა, და მაქვს მიხეილ სააკაშვილთან, მაგრამ არ ვაპირებ არავითარ შემთხვევაში და ვერა, იმიტომ კი არა, რომ რაღაცა ნიშნის მოგებით მინდა თქვა არა მაქვს ვიღებ იმასთან ნიშანი მოსაგები, ეს არის ოჯახი, სადაც ვარ და ვიბრძვით ამ ქვეყნებში. ვერ ვიქნები ნომინალური თავმჯდომარე, გამორიცხული. საქმე არ გამოვიდა, არ გამომივა. თუ მე რეალურად არ დაღარწმუნდეთ თქვენ, აი ბატონი სანდრო ბალანჩივაძე პირობითად, რომელიც არ წყალობდა ნაციონალურ მოძრაობას რიგი მიზეზების გამო. მე თუ ბატონ სანდრო ბალანჩივაძეს არა უხსენი, აი გუშინ რო არ მოგწოდა ნაციონალურ მოძრაობა, დღეს ხანაერები ვართ. აბა რომ მკითხავს როგორები ხართ, უნდა აუხსნა დავარწმუნო და მოვა ეს სანდრო ბალანჩივაძე. მე თუ ვეთქვი რომ ისე უბრალოდ გრიგოლ ვაშაძე ადგას კამიდა და ნიკამელე დაждდა. თქვენ ამ წლების განმავლობაში არ იყავით პარტიის რიგითი წევრი, თუ არ ვთქვი პოლიცაბჭოს ხელმძღვანელიც იყავით, ხო? თუ დიახ, ეს ბოლოს ხო. ამ სანამ აგირჩევდნენ პარტიის თავმჯდომარედ, პოლიცაბჭოს დიახ. ამით იმის თქმა მინდა, რომ თქვენ საკმაოდ მაღალ თანამდებობას ფლობდით იმ წლების განმავლობაში, რომელიც ბატონმა გრიგოლ ვაშაძემ ძალიან მკაცრად შეაფასა და მან ახსენა, რომ ოდიოზური პიროვნებების გავლენები გაიზარდა ამ პარტიაში, რომ გადაწყვეტილებების მიღება მოკლებული იყო ყოველგვარ გამჭვირვალობას და მისთვის სიურპრიზი იყო ბევრი რამ ისეთი, რაც ეჭვი მაქვს, რომ სწორედ იმ პიროვნების გადაწყვეტილებებს უკავშირდება, ვისაც ახლა თქვენ ამბობთ, რომ ეცდებით, რომ მისი ყოველდღიურ პოლიტიკურ პარტიულ გადაწყვეტილებების ჩართულობა შეზღუდო დაუშვათ. ან მაგალითისათვის, რომ პარტიას არ ჰქონდა საერთოდ სტრატეგია და ასე შემდეგ. თქვენ რა შვებოდით ამ დროს, როდესაც გრიგოლ ვაშაძეს ეს შეგრძნება უყურებთ? ხო, ძალიან ცუდი. მე მეცაც გეტყვით და ცოტა მწარეთ მინდა შეგახსენოთ. მაგალითად, ამავე სტუდიაში საპარლამენტო არჩევნების წინ ყველა ოპოზიციურმა პარტიამ წარმოადგინა თავისი პროგრამა წამყვან გუნდთან ერთად. თქვენ არც გრიგოლ ვაშაძე არ იყო და მაშინ მივხვდი უკვე მე რომ თლად კარგად არ იყო საქმე პარტიაში, მაგრამ თქვენც არ იყავით. და რატო არ იყავით ჩემს აზრს გეტყვით ამ შემთხვევაში? იმიტომ რომ თქვენ ელენე ხოშტარიასი არ იყოს, აწარმოებდით ისეთი ტიპის კამპანიას, რომლის ამოცანას მხოლოდ პარტიულ ნიშაში ჩატევა არ წარმოადგენდა და მაქსიმალური ამოცანა იყო, რომ ნაციონალურ მოძრაობის ხმებს მიღმა ხმებიც მოგეპოვებინათ. რასაც მიაღწიეთ კიდეც გლდანში და პირადად ჩემი მონაცემებით თქვენ გლდანში პირველივე ტურში გაიმარჯვეთ. ანუ თუ კი ვინმეს მართლა წაართვეს არჩევნების შედეგი დადებითი მაჟორიტარებში ეს თქვენ ხართ საქართველოს პირველ ადგილზე. მაგრამ მაშინვე გრძნობდი აი ამ დისტანციას, ამ გარკვეული გაგებით აქტიური პარტიული პასუხისმგებლობისაგან. დიახ, არის ამაში სიმართლე, რასაც თქვენ ახლა საუბრობდით. უბრალოდ მე პასუხისმგებლობა მართლა არც ფორმალური, არც არაფორმალური პარტიაში არ მაქვს მანამდეც. უბრალოდ რა თქმა უნდა, როცა უკვე ხარ პარტიის თავმჯდომარე და პასუხისმგებელი ხარ ყველაფერზე, მათ შორის საკადრო რეფორმებიდან დაწყებული საარჩევნო პროგრამის შეთავაზებაზე მოსახლეობისთვის და ყოველდღიურ ცხოვრებაზეც, ხო, ეხლა ერთი 1000 იზრდება პასუხისმგებლობა. ბატონი გრიგოლი ვაშაძის განცხადება ძალიან საწყენი და ტკინვეული იყო ჩემთვის, იმიტომ რომ მე ეს ოდიოზური ფიგურები ვინ არ ვიცი, აი ესეც ეხლა რა თქმა უნდა, ეხლა საარჩევნო კამპანიაში მაინდა-მაინც აში სხვაგვარად გრიგოლ ვაშაძს დავანებოთ, თქვენთვის თუ არიან ისეთი ადამიანები, რომლებთან ერთად მუშაობაც გაგიჭირდებათ და მე გაჩნიათ, რომ გადაწყვეტილებების პროცესში ისინი არ იცით, მე ვეცდები, რომ ყველანი დავარწმუნო იმაში, თუ რა ჭირდება ახლა პარტიას და მე ვფიქრობ, რომ პარტიის გარშემო, პარტიის შიგნით ბევრი ადამიანი, თუ არა ყველა, ამას უკვე გაგებით ხდება, რომ პარტიაში ჩვენ ვჭირდება ახალი სული შეთაბერვა და ეხლა თუ ვინმე იქნება ხელისშემშლელი ფაქტორი, ნამდვილად არ გავარჩევ ბუმბულს და არც დასამალი მექნება არავისთვის არაფერი, მათ შორის არც საზოგადოებისთვის, იმიტომ რომ რის ასე ვთქვათ, დამალოსაც არ ვაპირებ, ეს არის ის, რასაც პარტიაში გავაკეთებ. პირიქით, მაქსიმალურად გამჭვირვალე უნდა იყოს ეს პროცესი, რომ მეტი ადამიანი მოვიზიდოთ ეხლა კულისებში პოლიტიკის პარტიული პოლიტიკის კეთების დრო უნდა დამთავრდეს, მათ შორის ნაციონალურ მოძრაობაში და ამას მაქსიმალურად ხელს შეუწყობ. ეხლა არჩევნების პროცესში არ იყო ყველაფერი წესრიგში ნაციონალურ მოძრაობის თავს, რამდენიმე მართვის ცენტრი იყო და მართვის, ასე ვთქვათ, გავლენის ცენტრი იყო, რამაც კარგი როლი არ შეასრულა ნაციონალურ მოძრაობისთვის. კიდევ კარგად ავიღეთ ის გაყალბების პირობებში ის ხმები, რომელიც ავიღეთ, არ შეიძლება პარტია იმართებოდეს 5 ადგილიდან, ანუ 4 ადგილიდან და საბოლოო ჯამში შეიძლება დაგვიზუსტოთ საბოლოო ჯამში არის ლიდერები ვინ. საბოლოო ჯამში არ იცოდე
ვინ არის რეალურად პასუხისმგებელი ამ ეს მათ შორის ჩემი ბრალეულობაც მე ახლა გავუბივარ პასუხისმგებლობას, მაგრამ მე ვარჩიე რა თქმა უნდა კონფლიქტის გაღვივებას, რომელიც შეიძლება კოლაფსით დასრულებულიყო დასრულდებოდა პირდაპირ გეუბნებით. მე რომ ბევრ რაღაცაზე ხმა მომეღო არჩევნებამდე. ანუ თქვენ დისტანცირება იმ ეტაპზე, მაგრამ ახლა იღებთ თელ პასუხისმგებლობას. ბიზინა ივანიშვილის წესრიგზე დაესწროდა წყალი. ამიტომ ვეცადე დისტანცირებას და ვაწარმოებდი აქტიურ კამპანიას თბილისის ერთ-ერთ ყველაზე დიდ რაიონში და ეროვნულ კამპანიაში ჩავერთე ფაქტობრივად 2 კვირით ადრე არჩევნებამდე, როცა რამდენიმე მსხვილი ქალაქი საქართველოს მოვინახე. ანაბეს გეთახმებით. თქვენ ხართ ამჯერად უკვე არა მარტო ყველაზე მსხვილი ოპოზიციური ძალის თავმჯდომარე, არამედ ოპოზიციურ ფლანგზე ასევე ძალიან დიდი პასუხისმგებლობის მატარებელი ადამიანი, ხო? ჩვენ გვაქვს ძალიან კონკრეტული სურათი და გადავიდეთ ახლა სანდრო დაამთავრე თავარი ეგ ნაწილია, იმიტომ რომ სახელისუფლებო ცვლილებას ელოდებოდა ხალხი. არა ნაციონალური მოძრაობის მოსვლას მანდა მაინც ხელისუფლებაში, არამედ რაღაც სიახლეს კოალიციას, თუნდაც ქართული ოცნების გამარჯვების შემთხვევაში, რომ მას დასჭირვებოდა კოალიციური პარტნიორები, ესეც ვერ მივიღეთ. ყველაზე ცუდი ვერსია რეალის და ჯერჯერობით, ხო? გვაქვს ეს მოცემულობა. პარლამენტის ბოიკოტირება, თუმცა განიხილება რაღაც ვერსიები რა პირობებში შეიძლება ოპოზიცია მათ შორის ნაცმოძრაობა შევიდეს პარლამენტში. რა არის ეს წითელი ხაზი? კიდევ მკაფიოდ რო განსაზღვროთ. და თუ ამის მიღწევის რეალურ შანსებს ვერ ხედავთ, რა არის ის ალტერნატივა, რომელმაც შედეგამდე შეგიძლიათ მიიღოთ? მე ვფიქრობ, ეხლა ჩვენ კვლავ ვიცავთ ხმებს, მოპარულ ხმებს, უბრალოდ პოსტარჩევნები, ბოიკოტის რეჟიმი სწორედ ხმის დაცვის ერთ-ერთი მეთოდი არის, ხო? არ გავაფორმეთ მოპარული არჩევნები ბიძინა ივანიშვილისთვის პარლამენტში შესვლით და კი ბატონო არის ალბათობა, რომ არ წამოვიდეს უახლოეს პერიოდში ბიძინა ივანიშვილი დათმობაზე და რეალობას კვლავ ჯუტად თვალს არ გაუსწორებს. ასეთ შემთხვევაში დასამალი არ არის, ჩვენ მოვემზადებით სამოქალაქო პროტესტის მოსამზადებელი სამუშაოებისთვის ჯერ, რომელსაც აუცილებლად ადგილი ექნება სხვადასხვა ფორმით გამოხატული უახლოეს თვეებში, მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს, ეს არ მინდა გაიგონ, რომ იცით რაღაცა ერთ კონკრეტულ თარიღს ხოლმე დავკიდებ, ჩვენ და ვიტყვით პირობითად, რომ აი რაღაცა რომელიღაცა მარტის თვეში, აპრილის თვეში ვექნება რუსთაველის გამზირზე უდიდესი აქცია დაწუნებულად ძალიან დიდი აქცია იქნება, რომ 24 საათში ჩვენ ახლა ბიძინა ივანიშვილს ამოვაყირავებთ. თუმცა ყველაფერი შეიძლება მოხდეს, მაგრამ როდესაც შენ გართმევენ ყველაფერს და ყველაზე ძვირფას დემოკრატიისთვის, რაც არის იდეა არჩევნების და ინსტრუმენტი არჩევნების, რომ არჩევნების შესაძლებლობით შეცვალო ხელისუფლება, სხვა რა უნდა გავაკეთოთ, თუ არა გამოვხატოთ პროტესტი მათ შორის ქუჩაში. მე როდესაც ახლა მისაუბრია რევოლუცია და რატომღაც რევოლუციაში მე რას გულისხმობ, იცი, როდესაც ხელისუფლებას ვაიძულებ გადადგეს და ჩანიშნოს ახალი არჩევნები. აი ჩემთვის ეს არის რევოლუცია, საერთოდ არ უნდა გაურბოდეთ ამ სიტყვასაც, თუკი ამის საჭიროება იქნება. წინასწარ შემთხვევაში რას გავს, იცით, ეს ვითარება, იცით რა. ჩვენ როდესაც ასეთ ვერაგ მტერს ვებრძვით, მან უნდა იცოდეს, რომ თუ დათმობაზე არ მოდის, ჩვენ რაზე წამსვლელები ვართ. და სადამდე ვართ ბრძოლის გამჩაღებლები. ეხლა იმ ადამიანმა ბიძინა ივანიშვილმა თუ იცის, რომ იცით რა, თუ არაფერს არ შემოგთავაზებს, ჩვენ უბრალოდ ვიტყვით, რომ აი რა ცუდი ადამიანი ხარ, ბიძინა, რომ არაფერი არ მოგვეცი და ამის იქით არაფერს აღარ ვაპირებთ, რატო? ანუ კედელთან უნდა მივაყენოთ და მივაყენებთ ამ ადამიანს და პლანი B, რა ვიცი, რამდენი C, D-ც უნდა კონდეს და გვექნება, ამიტომ არ მინდა რომ ერთმანეთი დავაკომპლექსოთ მათ შორის ქუჩის მანიფესტაციებითაც. მაგრამ სიმართლეს გეტყვით, არ მინდა რომ რუსთაველის გამზირზე ესა პარტიული ინტერესი გავატარო ჩემს მეგობრებთან, აქტივისტებთან და მხოლოდ ნაციონალური მოძრაობა იყოს წარმოდგენილი, იქ მინდა იყოს რეალური საერთო სახალხო მღელვარება და პროტესტი სამოქალაქო, იმიტომ რომ არჩევნები ნაციონალურ მოძრაობას კი არ გაუყავებს მხოლოდ, ხო? ამიტომ თუ სადმე პროტესტი იქნება, ყველანი უნდა ვიყოთ და არა მარტო ნაციონალური მოძრაობა, არა მარტო ეს ნიშნავს თუ არა იმას, რომ არა მარტო თქვენთან მიმართებაში ზოგადად სხვა ოპოზიციონერი ლიდერებიც იქნებიან და აი თქვენი კოორდინირებული მოქმედების მიმართ ასეთი ტიპის პრეტენზია გაჩნდა, რომ რაღაცას ელოდებიან
იწებიან ეს რაღაცა ეკონომიკური კრიზისი, სოციალური სიდუხჭირე, გაკოტრებების ტალღა, უამრავი პრობლემა რაც მართლა მოდის და ამას ელოდები. ანუ თქვენ იქნებით აქტიურები თუ რეაქტიურები? თქვენ დაელოდებით სიტუაციის დამძიმებას. არა, ეს პროაქტიურები, ჯერ ის ოპოზიციონერი, რომელიც საუბრობს, იცით რა, რომ ოპოზიცია არ ელოდება თავის რა თქმა უნდა, ეხა იქ ოპოზიციაში ყოფნა და ცხოვრება ოპოზიციური ნიშნავს, რომ სწორ მომენტში სწორად გააქტიურდე, ხო? არ შეიძლება რომ ერთი და იგივე ხო, მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ ოპოზიციამ უნდა იპარაზიტოს. არა, რა თქმა უნდა, ჩვენი შეთავაზებებით ვიქნებით წარმოდგენილი, ჩვენ ვიქნებით აქტიურები ჩვენს ხედვებში, თუ როგორ ხედავთ ქვეყნის განვითარებას, ასევე ვიქნებით აქტიურები სამოქალაქო პროტესტში და ვიქნებით გუნდის განახლების თვალსაზრისით ძალიან აქტიურები და ჩემი ამოცანა ამავე დროს მჭიდრო ურთიერთობა, რომელიც ისედაც გვაქვს ოპოზიციურ პოლიტიკურ პარტიებთან, ხო, ნაციონალურ მოძრაობას ასეთი მჭიდრო ურთიერთობა პოლიტიკურ ოპოზიციურ სხვა პარტიებთან, არასოდეს არც ერთ ეტაპს ყოველ შემთხვევაში მე რაც ვარ ოპოზიციაში, არ ქონია. ეს კიდევ უფრო გამყარდეს და ნდობა გაიზარდოს. ჩემთვის ეხა ესეც უდიდესი პასუხისმგებლობა. მე თუ რაიმეს ვეთქვი მაგალითად მამუკა ხაზარაძე ხელს ჩამოვართო, კეთილი უნდა ვინებო და ეს ყველაფერი უნდა შევასრულო. თუ ვეთქვი ზურა გიჩრო, ამ გზით მივდივარ, ხო? შევთანხმდებით. ამიტომ ეს ჩემთვის წონა და ფასი უნდა ქონდეს. ბოლო კითხვა აქვს ნიკა თქვენთან. აი ეს კითხვა ყველას უნდა დაუსვა, ვინც თქვენ აი ამ სკამით დაждდება თქვენი კოლეგები. განიხილება ბოლო ეს 2 დღეა უფრო აქტიურად ტრიალებს ვერსია, ვარიანტი, რომ იმ საარჩევნო სისტემის პროცედურების და ასე შემდეგ ცვლილებების ფონზე, რომელიც როგორც გავიგეთ უკვე შედარებით მაინც უკვე შეთანხმებული ნაწილი არის, თუ კი ხელისუფლებასთან იქნა მიღწეული შეთანხმება თვითმმართველობის არჩევნებში, 21 წლის თვითმმართველობის არჩევნებში მონაწილეობის მიღებაზე, ხელისუფლების მიერ ამ არჩევნებზე ნაჩვენების შედეგის 48%-ზე ნაკლების შემთხვევაში პირობა იყოს გაცემული საერთაშორისო მედიატორების წინაშე, რომ ვადამდელი ანუ რიგარეში არჩევნები ჩაინიშნოს, თუნდაც 22 წლის გაზაფხულზე ან შემოდგომაზე. ეს ვერსია საერთო ოპოზიციური მოლაპარაკების სტრატეგიის ნაწილი არის თუ არა ეს? არა, არ არის, თუმცა აქა-იქ როგორც ჩანს დაიბადა ეს იდეა. და ამის შესახებ მე ვფლობ ინფორმაციას, თუმცა რა თქმა უნდა სერიოზული განხილვა არ ყოფილა. ეხლა საუბარია იმაზე, რომ იცით რა არ იმსახურებს ეს იცით რა არის 22 წლამდე მე ვფიქრობ, რომ როდესაც სტრატეგიულად არასწორი არის ეხლა ჩვენ ბიძინა ივანიშვილის ოლიგარქიული რეჟიმი და ოლიგარქს როცა ვამბობ და რეჟიმს როცა ვამბობ ძირითადად ადამიანებმა უნდა გავიგოთ ნიშნავს რას რომ ჩვენ ყველანი ვღარიბდებით და მდიდრდება ერთი რაღაცა ვიწრო კლანური დაჯგუფება მორჩეგათავდა აი ეს ჯგუფი არ უნდა ვაყოფოთ ბედნიერი და მას არ უნდა გადაუგდოთ მაშველი რგოლი ეხლა ჩვენ თუ არ ვიწამეთ თუ ჩვენ შეგვიძლია ახალი არჩევნები დავანიშნოთ ბიძინა ივანიშვილს და აქედან გამომდინარე დავიწყეთ საუბარი აქტიურად სხვა გეგმებზე გართულდება მიზნის მიღწევა რომელ თვითმმართველობის არჩევნებზეა ახლა მაინდამაინც საუბარი როდესაც შეიძლება ისე მოხდეს რომ თვითმმართველობის არჩევნებზე საერთოდაც არ გავიდეთ არავინ არ იცის დიახაც ანუ ბოიკოტში კიდევ უფრო ღრმად შევიდეთ ასე გები ამასაც არ გამოვრიცხავთ რამდენიმე დიახაც ჩვენ საუბრობთ ახლა მეგობრებთან ერთად მაგრამ ეს ზედაპირულად მსჯელობის ასე ვთქვათ ნაყოფია ეს ჩემი მოსაზრება არ ვფიქრობ რომ ოპოზიციურ პარტიებს შორის შეთანხმება იმას არ გამოვრიცხავ თეორიული დაშვების სახით რომ ადგილობრივ არჩევნებზეც არ მიიღოს არც ერთმა დემოკრატიულმა ოპოზიციურმა პარტიამ თუ არაფერი ღმერთმა არქას იქამდე არ შეიცვალა ორი პატარა და ბოლომდე ავხატოთ პარტა ორი პატარა კითხვა და მოკლედ მიპასუხე აპირებ თუ არა თქვენ კენჭი იყაროთ თბილისის მერად იმ შემთხვევაში თუ თვითმმართველობაში ოპოზიცია მიიღებს მონაწილეობას გაქვთ თუ არა ეს გეგმები იცით რა არის მე ჩემი პოლიტიკური კარიერა დავიწყე 2004 წელს თბილისის მერობის კანდიდატობით ხო მაშინ ბატონმა დარვანიამ დამამარცხა დამაჯერებლად, მაგრამ მეორე ტური ჩაითვალა კარგ შედეგად. ახლა მე ისეთ საქმეს ვარ შეჭიდებული ნაციონალურ მოძრაობაში და ისეთ პროცესში ვარ ყველა ოპოზიციური პარტია ამაზე მსჯელობა სერიოზული არ ყოფილა, თუმცა ახლა მოსაზრებები აქა-იქ ალაგალა, რა თქმა უნდა, ისმის, თუმცა არანაირი გადაწყვეტილება არავის მიღებული არ აქვს მათ შორის მე. მოლაპარაკებების დროს, როცა საუბარი იყო პოლიტპატიმრების გათავისუფლებაზე და ასე შემდეგ, რასაც თავად ხელისუფლების წარმომადგენლები
არ არქმევენ ამას ასეთ სახელს და ასე შემდეგ, მაგრამ ფაქტია, რომ ორი ადამიანი გარეთ არის, სამწუხაროდ ივერი მელაშვილი, ნატალია ინჩენკო კვლავ ციხეში არიან, რურუა კვლავ ციხეშია, საპატიმროშია, მაგრამ რატომ დავიწროთ და ესე ფოკუსი ამ ადამიანებზე და რატომ დარჩა ყურადღების მიღმა ადამიანები, რომლებიც პოლიტიკური ნიშნით ქვეყნის შიგნით თუ გარეთ ითვლება, რომ დევნილები არიან. მაგალითად, თქვენი პოლიტიკური პარტიის დამფუძნებელი მიხეილ სააკაშვილი. საერთო შეთანხმების ფონზე ხوار ყოფილა საუბარი იმაზე, რომ დიდი პოლიტიკური შეთანხმება, პოლიტიკური ამნისტია გამოცხადებულიყო და იგივე სააკაშვილს გაჩვენდა შესაძლებლობა ჩამოსულიყო და ლეგალურ პოლიტიკურ ამაზე საუბარი ბუნებრივია მქონია ჩვენ, მაგრამ ვართ რეალისტები და ყველაფერს დათმობს. სანამ ხელისუფლება ხელთ უპყრია ბიძინა ივანიშვილი, ვიდრე ხელიდან გაუშვებს. დაისვა ეს საკითხი საუბრობდით ჩვენ ბუნებრივია, მაგრამ რეალისტები, მათ შორის მე ნაციონალ-მოძრაობის წარმომადგენელი რეალისტურად უყურებ პროცესს. ბიძინა ივანიშვილი მანამ არის მართვის სადავებთან არ დაუშვებს იმას, რომ ამ ქვეყანაში დევნილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი ჩამოვიდეს. აქ უნდა გავიმარჯვოთ და ამის შემდეგ ყველა დევნილს მიეცემა, რა თქმა უნდა, შესაძლებლობა დაბრუნდეს, დაადგას ფეხი საკუთარ მიწაზე, განსაკუთრებით მიხეილ სააკაშვილმა, რომელმაც ძალიან დიდი წვლილი შეიტანა უდიდესი ქვეყნის სახელმწიფოს მოდერნიზების საქმეში. უბრალოდ, აქ მე ჩემი საზრით არც იმას უნდა დამსგავსებოდა, რომ სხვა დევნილებიც, მათ შორის ვის მიმართაც საქმეები არის აღძრული ჩემს მიმართ, მამუკა ხაზარაძის მიმართ, ბადე ჯაფარიძის მიმართ, ჩვენ თითქოს რაღაცას ვთმობთ იმისანაცვლოდ, როგორც ეს დამოკლის მახვილი, რაც დავკიდა ეხა თავზე ბიძინა ივანიშვილმა, ეს მოგვაშორო. არ თუ საერთო ეროვნულ შეთანხმებაზე შემდგომ პოლიტიკურ მაგრამ აი ზე იყო საუბარი ბიძინა ივანიშვილი ზუსტად არ უბრალოდ არ მიგდოდა დროის ფუჭად კარგვები დეკლარირებულია რომ მიხეილ სააკაშვილის დაბრუნებას რო არ შეუწყობს ხელს ბიძინა ივანიშვილი სანამ იქ ზის სადაც ზის ხოლოდ მეტყოლებს რა ამაზე მისი რიტორიკის აგზავნაც კი უნდა, არა თუ ფიზიკურად განდევნა და არა ის პოლიტიკური მოწინააღმდეგე ამას გააკეთებს, თუ კი ამის სასმულ რა თქმა უნდა საკითხები გასმოდა სხვადასხვა ფორმატში, უბრალოდ უკედელისთვის იქით. დაკავშირებით რა პოლიტიკური მოლოდინი ძიმე წელიწადი იქნება ნამდვილად დახუძული მოვლენებით, მაგრამ უმძიმეს წელიწადი იქნება ხელისუფლებისთვის. გაიმარჯვებს ქართველი ხალხის ნება. მე მოგოთ არ მახსენდება, შეიძლება ვწდები მითხარით, ჩემზე გამოსვლილი ადამიანი ხართ, რამდენი ხანი შეიძლება გარძელდეს ვითარება, სადაც ხალხთან დაპირისპირებაში არის შესული ხელისუფლება და ის რჩება ხელისუფლებაში. ნუ კარგით, ერთი დღე, ორი დღე, ერთი წელი, ორი წელი აი უბრალოდ შეუძლებელია ეწინააღმდეგება ყველა დაწევა და დაუწერელ წესს და კანონს. ამიტომ ეხა იქ თუ ვერავინ ვერ ფიქრობს იმას, რომ თუკი ნაციონალური მოძრაობა უძლიერესი ხელისუფლება დამარცხდა 9 წლის თავზე და მესამე ვადაში ისინი მოახერხებენ რომ მიიყვანოს საკუთარი მმართველობა ბოლომდე, ნუ არ ვიცი ხა ძალიან ოპტიმისტები ყოფილი. მობილიზირებელი ფაქტორები, რომელიც ამ უკმაყოფილებას გადაზრდის. აუცილებლად მოხდება. რაზე ჩვენ ახლა ვლაპარაკობთ. დიდი მადლობა. მადლობა პირიქით. თქვენს გილოცავ დამდეგ ახალ წელს და მრავალ დამდეგ და წარმატებულ წელიწადს იმ საქმეში, რომელსაც მადლობა დიდი.